რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. დღევანდელი დილა ორი ღირსშესანიშნავი ამბი დაიწყო და ამ ორივე ამბავზე ვისაუბრებთ ვაშა გადაცემის სპეციალურ გამოშვებაში. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტით. პირველი ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო კახაკალაძის წერილი ქალაქ ზაარბრუკენის მცხოვრებებსა და მერიას. მოგეხსენებათ, რომ ამ ქალაქმა არაჩვეულებრივმა გერმანულმა ქალაქმა გააუქმა დაძმობილება თბილისთან და პირდაპირ დაწერა, რომ ამ რეჟიმს, ამ ურთიერთობას, რომელიც ჯერ კიდევ 1975 წლიდან მოქმედებდა, აუქმებს იმის გამო, რომ საქართველო მიდის რუსის უკანალისკენ. ამის გამო კახაკალაძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა ზაარბრუკენელებს და მერიას და თავისი გულის ტკივილი გამოხატა, ეს რა უბედურება გჭირთ ხალხო. ამ გერმანელებს რა ცუდი მთავრობა ყავთ და რა ცუდი ხელისუფლება ყავთ. გერმანული ქალაქი ზაარბრუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს. თუ კი მათ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად ჯობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარი უმძიმეს მოვლენაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც დანიის დედაქალაქში კოპენჰაგენში ვიხილეთ. მეორე აბსოლუტურად ღირსშესანიშნავი და შეიძლება ამაზე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვნად ღირსშესანიშნავი ამბავი იყო ირაკლი კობახიძის წერილი, რომელიც მან მისწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას. ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას, რობერტა მეცოლას და დაიჩივლა ჩვენს დარბევებზე, რომ გვეჭხუბებით და ჩვენ რომ გვიწუნებთ პოლიციის მოქმედებას და პოლიციის სისასტიკეს, დანიაზე რატომ არ რეაგირებთ? როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხალხგეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს. თუ კი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არ ვიცი, რამდენს გაქვთ ნანახი, ან რამდენს გაჩვენოთ უკვე იმედმა, რა მოხდა დანიაში, მაგრამ მოდი ახლა ვნახოთ კონკრეტული შემთხვევა, რის გამო უჩივის კობახიძე დანიას ბრიუსელში. როგორც ხედავთ, ამ კადრებში პოლიცია მართლა არ ბევს დემონსტრანტებს, მაგრამ უნდა იცოდეთ იქამდე რა მოხდა. ესენი არიან პროპალესტინელი აქტივისტები, მათ შორის ზოგიერთი პალესტინელიც არის, რომლებიც უკვე მე რამდენად პირველად არ მოხდა ეს შემთხვევა, უკვე მე რამდენად მიუვარდნენ მაერსკის სათავო ოფისს. მაერსკი კი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გადამზიდავი, ყველაზე დიდი სატრანსპორტო კომპანია და დაბლოკეს მისი შესასვლელი. მაერსკის თავარი შტაბ-ბინის შესასვლელი. დაბლოკეს თავარი მოთხოვნით, შეწყვიტეთ ისრაელის ტვირთების გადაზიდვა, იმიტომ რომ ამ ტვირთებს შორის არის სამხედრო ტვირთები და შემდეგ ისრაელი იარაღდება და ამ იარაღსა და ამ სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობას იყენებს პალესტინელების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან ხშირად მომხდარა, ბევრჯერ მომხდარა უკვე კოპენჰაგენში, ბევრჯერ მომხდარა ბერლინში, ბევრჯერ მომხდარა შეერთებულ შტატებში. 2 თვის წინ მოხდა, მარტში მოხდა იგივე იმავე ადგილას დანიაში და მაშინ გრეტა თუნბერგიც კი მონაწილეობდა ამ ამბავში და გრეტა თუნბერგი დააკავეს. ახლა პოლიციამ ჯერ თავად მაერსკმა სცადა მოლაპარაკება ამ დემონსტრანტებთან, არაფერმა არ გაჭრა, დემონსტრანტებმა დაბლოკეს შესასვლელი. შემდეგ გამოიძახებს პოლიცია მოვიდა, თითქოს დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ ასევე არაფერი არ გამოვიდა, რამდენიმე ათეული ადამიანი გამოიწია, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მაგრამ 20 ადამიანი დაახლოებით 20 ადამიანი დარჩა მაერსკის თავარი შტაბ-ბინის შესასვლელში და დაბლოკა ეს შესასვლელი. დაჯდა, როგორც ხედავთ, კართან. მაშინ პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ძალა, მართლა დაარბია, მართლა სცემა ხელკეტებით ეს პროტესტის გამომხატველი პროპალესტინელები და გამოათრია ისინი ამ შენობის შესასვლელიდან. დააკავეს 20 ადამიანი და მათ ახლა ასამართლებენ ყურადღება დააკავეს კერძო ტერიტორიაზე და კერძო საკუთრებაზე შეღწევისა და კერძო საკუთრების უფლების დარღვევის გამო. რამდენადაც ვრცელდება ინფორმაცია, ეს 20-ვე დაკავებული ამჯერად ამ ეტაპზე უკვე თავისუფალია. ისინი სულ რამდენიმე საათით დააკავეს. ახლა წავა თუ არა პოლიციიდან მათი საქმე სასამართლოში არ ვიცი, მაგრამ რომ სწავიდეს, მე ყოველ შემთხვევაში არასოდეს გამიგია ბრალდება, რომ დანიაში სასამართლო არის მიკერძოებული, რომ სასამართლო არის კლანური,
რომ დანიაში შეუძლებელია სამართალი იპოვო, რომ დანიაში მოსამართლეს ვიღაც ურეკავს, ან მეფე, ან პრემიერ-მინისტრი, ან ვიღაც ურეკავს, ან კლანის ხელმძღვანელი. ეს ბრალდებები არც მე გამიგია და თვით კობახიძესაც კი არ გამოუთქვამს თავის წერილში. ამ დაკავებულებს უკვე გამოუჩნდათ ადვოკატები, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ანგარიშები ჯერჯერობით არავის არ დაუყადაღებია, რატომღაც დანიის მთავრობაში. ეს ორგანიზაცია მოქმედებს, იღებს გრანტებს, მოქმედებს და აი ასეთ შემთხვევებში იცავს იმ ადამიანებს, ვის დაცვასაც მიიჩნევს საჭიროდ. მაგრამ სასამართლოში და პოლიციაში თუ ვერ იპოვნიან ეს ადამიანები სამართალს, მათ აქვთ საშუალება დანიურ მედიაში იპოვნონ სამართალი, იმიტომ რომ დანიური მედიის მიუკერძოებლობაზე ეჭვი ასევე არავის არ გამოუთქვამს. დანიაში არის თავისუფალი მედია და ამ მედიის თავისუფლებაში, ამ მედიის მიუკერძოებლობაში თვით კობახიძესაც კი არასოდეს შეუტანია ეჭვი. მაგრამ ეს ტექნიკური საკითხებია. მთავარი, რაც განასხვავებს ქართული პოლიციის სისასტიკესა და დანიური პოლიციის სისასტიკეს, ჩანს ძალიან ნათლად ამ კადრებში და გთხოვთ რომ დააკვირდეთ. დანიელი პოლიციელები არ იფარავენ სახეებს. ძალიან მარტივია მათი იდენტიფიცირება სახეებით. არც ერთ არ უკეთია ნიღაბი. ერთი განსხვავება. მეორე განსხვავება. ყველა პოლიციელს აქვს წოდების ეგრეთ წოდებული თაგები. ძალიან მარტივად შეიძლება გაიგო, ვინ არის ეს კონკრეტული პოლიციელი წოდებით. მესამე, ყველას აწერია სახელი და გვარი. ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ ამ კონკრეტული არბევარი პოლიციელის სახელი და გვარი. მეოთხე, ყველა პოლიციელს აქვს ნომერი და ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ ეს კონკრეტული პოლიციელი ამ სახელით და გვარით, ამ წოდებით, ამ სახით. პოლიციის რომელ დანაყოფში მსახურობს და თუ კი რაიმე ეჭვი გაქვთ მის ქმედების კანონიერება, არაკანონიერებაზე, შეგიძლიათ წახვიდეთ და ჯერ იმ პოლიციაში უჩივლოთ და შემდეგ უკვე უჩივლოთ უზენაეს სასამართლოში თუ სადღაც. ეს არის პრინციპული განსხვავება, რაც დანიის პოლიციის მოქმედებას და ქართული, მოდი ასე ვთქვათ, პოლიციის მოქმედებას განასხვავებს, იმიტომ რომ საქართველოში ჩვენ თბილისური დარბევებისას და არა მარტო თბილისში, მაგრამ განსაკუთრებით თბილისში, საერთოდ ვერ გავიგეთ პოლიცია გვარბევდა თუ არ გვარბევდა. პოლიციელები იყვნენ თუ არა ის შავფორმიანი და შავნიღბიანი ადამიანები, ვინც ადამიანებს არბევდნენ და ამტვრევდნენ წელში. იმიტომ რომ ბევრი მოწმე გამოჩნდა, ბევრისგან გავიგეთ ეს ინფორმაცია, რომ ეს პოლიციელები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ რუსულად. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ იყვნენ ან ჩრდილოკავკასიელი სპორტსმენები, ან ბელარუსი სპეცრაზმელები. ეს ეჭვები მაშინ გაჩნდა და დღემდე არავის არ გაუქარწყლებია, იმიტომ რომ ჩვენ დღემდე არ ვიცით, ვინ იყვნენ ის ადამიანები, კიდევ ერთხელ, ვინც არბევდნენ ქართველებს. აბსოლუტურად კანონიერი პროტესტის დროს. ეს ერთი. მეორე, სრულიად შეუძლებელი იყო ამ ადამიანების იდენტიფიცირება რაღაც გარეგნული ნიშნებით. გარდა იმისა, რომ სახე არ უჩანდათ, არ ქონდათ არც ნომერი, არც წოდება და არაფერი სხვა. ამიტომ ისინი დარჩნენ შავ ტიტუშკებად, უბრალოდ მარბევრებად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი პოლიციელებიც არ იყვნენ. რეალური პოლიციელებიც არ ყოფილან, იმიტომ რომ ჩვენ მათ იდენტიფიცირებას პოლიციასთან ვერ ვახდეთ. არც ერთი დაკავებული, დანიელი არც ერთი დაკავებული არ ჩაუსვამთ მიკროავტობუსში პოლიციის, სადაც დაუმტვრევდნენ სახის ძვლებს, სადაც ჩახნიდნენ და გააუპატიურებდნენ ან გაუპატიურებით დაემუქრებოდნენ. ეს ყველაფერი კი ხდებოდა თბილისში. ხდებოდა დიახ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ. არც ერთი დაკავებულისთვის სპეცრაზმის უფროს არ უგინებია დედის სული. ის რაც ხდებოდა საქართველოში. მოკლედ, ეს ყველაფერი რო შევაჯამოთ. თავარ განსხვავებამდე უნდა მივიდეთ. თავარი განსხვავება კი ის იყო, რომ ქართველები, გაბრაზებული ქართველები შეიკრიბნენ საჯარო სივრცეში, საკუთარი პარლამენტის წინ, იმ პარლამენტის წინ, რომლის არჩევნებიც წაართვეს, უბრალოდ წაართვეს, მოპარეს, საკუთარი აბსოლუტურად კანონიერი აღშფოთების გამოსახატავად და ისინი დაარბია პოლიციამ. ხოლო პროპალესტინელი აქტივისტები მიუვარდნენ კერძო კომპანიას, შევარდნენ კერძო ტერიტორიაზე და ამით უგულებელყოფს კერძო მფლობელის უფლებები, კერძო პირების უფლებები. პრინციპული განსხვავება, აბსოლუტურად პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება ქუჩაში იკრიბები, საზოგადოებრივი შეკრების ადგილას იკრიბები, პარლამენტის წინ, ტრადიციული მიტინგების ადგილას, თუ ვიღაცა შეუვარდები
კერძო მფლობელობაში და იქ მოინდომებ მაინც და მაინც შენი პოლიტიკური მიტინგის ჩატარებას. ძალიან დიდი განსხვავება, ძალიან დიდი. მაგრამ ეს რაც შეეხება განსხვავებას საქართველოსა და დანიის პოლიციის მოქმედებას შორის. ახლა მე კითხვა მაქვს. სრულიად უკანონოც რომ იყოს დანიის პოლიციის მოქმედება და მე გარწმუნდით რომ დანიაში არის საზოგადოებრივი ინსტიტუციები, სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც ამ პოლიციელების ქმედებას გამოიძიებენ და თუ კი რამე დააშავეს, აუცილებლად დასჯიან. ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელზეც მგონი არავის არ უსაუბრია და რატომღაც არავის გახსენებია. ასეთივე დარბევა პროპალესტინელი აქტივისტები ზუსტად იგივე პროტესტი ჰქონდათ, იმავეს აპროტესტებდნენ, ანუ ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვას და ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას აპროტესტებდნენ გუშინ ბერლინში და გერმანულმა პოლიციამ დაარბია გუშინ დემონსტრანტები, ჯერ იმათ იჩხუბეს პოლიციასთან და მერე პოლიცია აიღო და დაარბია. ბრიტანეთში მოხდა, ლონდონში მოხდა რამდენიმე დღის წინ იგივე, ამერიკაში მოხდა. ძალიან ხშირად ხდება პროპალესტინელი აქტივისტები მთელს ევროპაში და მთელს მსოფლიოში ასე აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას. მაგრამ ირაკლი კობახიძე აიჭრა მაინც და მაინც დანიაზე და რატომ დანიაზე მე მგონი ასახსნელია. მე შემოგთავაზებთ ვერსიას, რომელსაც თვით კობახიძეც კი მე მგონი ვერ უარყოფს. იმიტომ რომ მგონი მართალი ვარ. დანია არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღება დღეს რუსებს ევროპაში. ერთ-ერთი ყველაზე მეტად საზიზღარი ქვეყანა რუსებისთვის არის დანია, იმიტომ რომ დანია არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს უკრაინის დახმარების. 2022 წლიდან დაწყებული. დანია უკრაინას მარტო სამხედრო დახმარებით დაეხმარა 10 მილიარდ ევროზე მეტი თანხით. 10 მილიარდ ევროზე მეტი მისცა უკრაინის სამხედრო დახმარებად. დანია იყო პირველი ქვეყანა, ვინც თანხმობა განაცხადა და რეალურად მისცა უკრაინას F-16-ები. დანია იყო ქვეყანა, რომელიც დღემდე წვრთნის უკრაინელ პილოტებს F-16-ების პროგრამით. დანია არის ქვეყანა, რომელიც დღემდე აწვდის უკრაინას F-16-ების მარაგ ნაწილებს და უზრუნველყოფს ამ თვითმფრინავების ფუნქციონირებას. დანია არის პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას მიაწოდა ტანკები, ლეოპარდები, დასავლური ტანკები, ლეოპარდ 1-ები და ლეოპარდ 2-ები. პლუს მიაწოდა T-72-ები, რომლებიც სხვა ქვეყნებს შეისყიდა. დღემდე უზრუნველყოფს დანია ამ ტანკებს მარაგ ნაწილებით. დანია არის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიაწოდა უკრაინას თვითმავალი артиლერია, მათ შორის ფრანგული სეზარები. მაგრამ ამ ყველაფრის მწვერვალად, რაც ყველაზე მეტად არ უყვართ და ყველაზე მეტად აღიზიანებთ, ყველაზე მეტად აბრაზებთ რუსებს და ცხადია ივანაშვილ კობახიძეს, დანია არის ქვეყანა, რომელიც დღეს უკრაინას ეხმარება თავისი ბალისტიკური იარაღის შექმნაში. აი ცნობილი კომპანია, რომელიც Firepoint, ანუ შემოკლებით FP, რომელიც ქმნის FP1, FP2 დრონებს, დიდ დრონებს, რომლებიც რაკეტებს ისვრიან, FP5-ებს, FP7-ებს და FP9-ს, ან ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც დღეს იბომბება მოსკოვი, იბომბება ყირიმი, იბომბება უამრავი რუსული ქალაქი და რაც ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა რუსებისთვის, იმიტომ რომ უკრაინას აქამდე ბალისტიკური იარაღი არ ქონია და უცებ აღმოჩნდა, რომ უკრაინას შეუძლია პრაქტიკულად თანასწორი პოზიციებით ელაპარაკოს რუს აგრესორებს. ამ იარაღის შექმნაში დანიელებს აქვთ ძალიან დიდი წვლილი. დანიელებს უკრაინელებთან ერთად შექმნილი აქვთ ერთობლივი საწარმოები, სადაც ამ რაკეტებს აწარმოებენ. დანიელები ამ რაკეტებისთვის და ამ დრონებისთვის უკრაინას აწვდიან მარაგ ნაწილებს. და მიდის მოლაპარაკება, პრაქტიკულად დასრულებულია მოლაპარაკება, რომ დანია დაიწყებს ამ რაკეტებისთვის საწვავის წარმოებას დანიაშივე. უსაფრთხო რომ იყოს და შემდეგ წაიღებს, მიაწოდებს ამას უკრაინას. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ დანია აკეთებს უკრაინულ საწარმოსთან ერთად, რომელსაც ქვია FP. ოფიციალურად, ფორმალურად ეს სახელი იშიფრება როგორც Firepoint. ცეცხლის წერტილი, საცეცხლე წერტილი. მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მათ შორის ირაკლი კობახიძემაც იცის იმდენი ინგლისური და შეიძლება თვით ბორის ივანაშვილმაც იცოდეს ამდენი ინგლისური, რომ აბრევიატურას FP ინგლისურად შეიძლება სხვა ახსნა განმარტებაც ჰქონდეს. F-ს არ ვიტყვი, ახალი კანონით რომ არ დამსაჯოს მდინარაძემ და P არის პუტინი. ეს იყო ვაშე გადაცემა. სპეციალური გამოშვება თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ და
გამოგვეხმაურეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და